საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასთან ერთად ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წელი. გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი ბრალდებულები არიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც 1.155.019 ლარის ზიანი გამოიწვია. გიორგი ჩიკვაიძე ცნობილი იქნეს სამნაშავედ წლის სამართლის კოდექსის 152 წუთის მეორე ნაწილის სადადეფე პუნქტები და ასევე მესამე ნაწილის ჯერფე პუნქტი და განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთაში ქართლის კლასი. დაკავებულების ოჯახის წევრები მათ მიმართ პოლიტიკურ ნიშნით დევნაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი შვილები უდანაშაულოები არიან. მოიყვანეს ეს მიჯაჭვული ადამიანი, იმიტომ რომ ეთქვათ, რომ 9 წლით უშვებენ ციხეში. დაადეს ბორკილები მის თანამშრომელს ირაკლი პაპიაშვილს და სრულიად უდანაშაულო სტუდენტი ადამიანი გაუშვეს 8 წლით ციხეში. ეს იყო ეხლა დასჯა, ანუ არანაირი მტკიცებულებებით მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ და ეს არის გიორგის დასჯა. ყველანაირ ინსტანციას გაივლის და წავალ სტრასბურგში, იმიტომ რომ აქ ჩვენ სამართალს მაინც ვერ ვიპოვეთ.